ვაკეთებ. რაც დავიდით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაპოლოვაში გადაცემა. გამარჯობა, ეს არის ვაშა გადაცემა. თენგის გოგოთშვილის სპეციალური პოდკასტი დღეს. გვიყურეთ, მოგვიწონეთ და გამოგვიწერეთ ყველა პლატფორმაზე. YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. ბორისმა ჩაივა. გეტყვით, მე ამაშია ჩვენ ძალაო, მაგრამ ბოლოს ყველა მიხვდება, რომ ჩაივა. საბოლოოდ ასე ან დაახლოებით ასე აღწერენ მისი უფრო აზრზე მოსული და ცოტა ინფორმირებული მონები საკონსტიტუციო სასამართლო წოდებული შაპიტოს მომავალ დადგენილებას, აი სამი პარტიის აკრძალვაზე. ხო, და აბერტა ალბათ 70-ს მიუკაკუნა მერე დაამატებენ. ხო, აი აკრძალა პარტიები და რა? მე ერთმანეთს კითხავენ. და ახლა მე თქვენ გეკითხებით, და რა? ვეკითხები ამ შაპიტოს იდეის ავტორებს, სცენარისტებს, რეჟისორებს, გამხმოვანებლებს, მთავარი და მეორე ხარისხოვანი როლების შემსრულებლებს. და რაც მთავარია, სეირის მაყურებლებს, რომლებიც ახლა უკვე საერთოდ არაფრით განსხვავდებით ნახირისგან. ხო, მაგრად გიხაროდათ. ხო, უკარეთ დაში. ხო, იძახეთ, აი, ეგღა დარჩა ბორიას მოსაგვარებელი და მერე ნახე რა ებიქნასო. არჩევნების შემდეგ ნაციონალურ მოძრაობამ მკაცრად აგებს პასუხს ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც მან 2 ათწლეულის მანძილზე ქართულ სახელმწიფოს და ქართული ხალხის წინააღმდეგ ჩაიდიოდა. მივესალმოთ ჭეშმარიტ მამულიშვილს, რომელიც ყველგან და ყოველთვის იქ დგას, სადაც ჩვენ სამშობლოს და ჩვენს ხალხს სჭირდება. მივესალმოთ ქართული ოცნების დამბუზებას, ბატონ ბიზინა ივანიშვილს. პირველი მოვითხოვოთ ამა თუ იმ პარტიის საქმიანობის აკრძალვა. მეორე მოვითხოვოთ ამა თუ იმ პარტიის სახელით წარმომადგენლობითი ორგანოებში არჩეული პირებისთვის მანდატის შეწყვეტა. მესამე მოვითხოვოთ ცალკეული ინდივიდების პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვა. რამდენი თვე უსმინეთ იმ საპარლამენტო კომისია წოდებულ ცირკს, რომელმაც თავისი ნაბჟუტურები მგონი 470 გვერდიან წიგნად შეკრა და საკონსტიტუციო სასამართლოს გაუგზავნა. ახალი რა გაიგეთ? მიშა ცუდია. ეგ ხო ისედაც იცოდით. ომი საქართველოს დაიწყო, მაგას ხომ 2008 წლიდან გეუბნებია რუსები. ბოდიში უნდა მოუხადოთ ქართველების მკვლელებს. მაგასაც ხომ გეუბნებოდნენ აქამდე. აბა მაშინ რა გაიგეთ? ახლა აუგზავნოთ მთელს ოპოზიციას და არავის, ვინც თავს ოპოზიციონერად მიიჩნევს, აღარ ექნება არათუ პოლიტიკაში ყოფნის, არათუ პარტიის წევრობის, არათუ სადმე არჩევის, არამედ ბანკში ანგარიშის გახსნის ან მართვის მოწმობის აღების უფლება. ამას ხომ გეუბნებოდნენ და ხო გიხაროდათ. ხო იფხანდით გულს. ახლა რა სიფხანზე? როცა გითხრეს, რომ სამ პარტიას აკრძალავენ, მაგრამ დანარჩენს აღარ იზამენ, რომ იმავე ადამიანებს შეიძლება სხვა სახელი დაერქვან და ისევ პარტია ჩამოაყალიბონ. ესენი კი ამას თვითონ არ იზავენ, იმიტომ რომ პარტიების არსებობას ბორიასტანში როგორც რუსეთის ერთ-ერთ ოლქში აზრი აღარ აქვს. მაგრამ თქვენ ამით რა ხერი? თქვენ გულთან ერთად რას იფხანთ? მიგრეკეს თქვენი ბოლო კაპიკებით გამდიდრებული მონები ვითომ სადღაც აგარჩევინეს, ტაში გაკვრევინეს და უფასო ბატიბუდიც კი არ გაჭამეს. მერე თვეობით დაგვსვეს ტელევიზორთან იმედით, რომ ახლა აშენდებით ჩავიდედლებივით. თორემ თქვენი ნებით, აბა რა გაყურებინებდათ აი ამას სიფათებს და ამდენი ხანი. და ბატიბუტი ხო არ გაჭამეს, მაგრამ მაინც უფასოდ გაჭამეს და მაგრად გაჭამეს. აი ამაზე მინდა ჩამოგიგდოთ სიტყვა. ერთი თხოვნა შემისრულეთ. საკონსტიტუციო სასამართლო წოდებული შაპიტო ბორიას ბრძანებას რო შეასრულებს და იმ სამ პარტიას აკრძალავს, ჩადით თქვენი უბნის მაღაზიაში და იკითხეთ. ნისიების რვეულიდან ვინ თუ ამოშელა თქვენი სახელი. ლუდის, სიგარეტის, ყველი, რა ვიცი, კიდევ რის პული გაქვთ გადაუხდელი უკვე თვეებია. აი მაგ ყველაფრის ვალი თუ გაგიოქნეს. ნაციონალურ მოძრაობას რომ პარტია აღარ ქვია, ახალს რომ პარტია აღარ ქვია, ამ ყველაფრის შემდეგ ამ ყველაფრით რამე გაგიაფთათ? საჭმელი, სასმელი, ბენზინი გაგიაფთათ? გაზზეა თქვენი. გაზი გაგიაფთათ? კომუნალურები გაგინახევრდათ მაინც? ცოტაც არ მოაკლევთ. საზოგადოებრივი ტრანსპორტი? ხელფასი თუ მოგემატათ? და დედა თქვენს პენსია გაეზარდა? თქვენ შვილს სკოლის სასადილო უფასო გაუხდა? აი ისინი რომ პარტიები თითქოს აღარ არიან, ანუ ნომერი აღარ აქვს საარჩევნო, ოცნებას კი ისევ პარტია ქვია, ხალხის ძალას პარტია ქვია. თქვენი მზიამით უფრო თბილად ანათებს და ბალახი უფრო მწონეა? ქალებში მეტი მოწონებიც არგებლობს? თქვენ მაცხოვმა კბილების სამკურნალოდ მისვლა შეძლო და წნევა დაგირეგულირდათ? მაშინ ამიხსენით რა გიხარიათ? ან რა გიხაროდათ? რას ელოდით საერთოდ? ის მწამებლები მოგცილდებიან, ხო? აი იმ 9 წელს არ ვაპატიებ ჩემი ძმაც რო იყოს.
და ეს მწარმოებლები 13 წელია გოგოს და ბიჭს ქალსა და კაცს ერთნაირად რო ამტრევენ წელში და ციხეში ყრიან ამას პატიო? ოღონდ ნაცი არ ერქვას და ეძინა ერასიაც ხო? განათლების მინისტრად რომ ნაცთა ნაცი ყავს, გივი მიქანაძე პატიობ ხო? ადეიშვილის მოადგილე. აი ძებნელი ადეიშვილის. ნაცების საქმეების საპარლამენტო კომისიაში რომ ნაცებისთვის კონსტიტუციის დამწერი, მე ამისთვის ელჩობი დაჯილდოებული შარმანაშვილი გიზის, მაგასაც პატიობ. ნაცებისგან გადმოყოლილი კი არა და ნანაცარი, ნაკაცარი და ახლა სამჯერ უფრო გაფუყული, გაყიდული მექრთამე და მონამოსამართლეები რომ გიზის ყველა სასამართლოში. ყაბულს ხარ? ხარ, სანამ შენ არ მოხვდები მათ ხელში. და არ მოხვდები? ღარიბაშვილსაც ასე ეგონა, ბურჭულაძესაც, ლილუაშვილსაც, ფარცხალაძე რომანოვსაც, ქარსელაძესაც და ბევრს. იქამდე ბერიასაც ასე ეგონა, ეჟოვსაც, იაგოდასაც. უბრალოდ მათი სისტემა კი არ იყო, ისინი იყვნენ სისტემა. და გითხრა მე როგორ დაამთავრეს. ან და რა აზრი აქვს. ეჟოვსა და იაგოდაზე რომ არ იფიქრო, იმ ხალხზე იფიქრე სცენაზე რომ იდგნენ აი ამ მომენტში, როცა ბორია ივანაშვილი ოპოზიციის აკრძალვით პირდებოდა ქვეყნის აყვავებას. ხო, მართლა ბორია არ მდგარა მაგ სცენაზე. არც ერთ კადრში არ გამოჩენილა. რაღაც იყო შემძვრალი დაჯავშნულ სტუდიაში. შენი ბედნიერ მონებს დააკვირდი პირველები რომ დგანან და პირველებს რომ ევალება ტაშის დაკვრა. ამას სიკვდილი იმას ჩამოხრჯობა. ამას გაუმართლა რომ ტყვია გულსაცდა, თორემ იმის ხელით უკვე მკვდარი იყო. ამას ბორიას ასჯელი კიდევ წინ აქვს, თორემ გაფუჭებით უკვე გააფუჭა კაცურად. ესენი გაწირა. ამათ ვერ გადაერჩინეს თავი და შენ რის იმედი გაქვს. და ამადგან თუნდაც 100 მილიონის ამოღების შემდეგ გონია შენ შვება მოგეცემა? ისევ ის ამოიღებს იმპულს, ვინც ამდენის მოპარვის საშუალება მისცა და შენ ისევ უფასო სანახაობა. და ფიქრი, ვინ დაურეკა გახარიას მიუნხენში, ვინ რით დააშანტაჟა, რომ სამი პარტიის გამოცხადების ლამის წინა დღეს ასწია ხელებიცა და ფეხებიც მე შევდივარ პარლამენტშიო. რაც შეეხება გახარიას, ხომ, რომ ეთქვათ უარი მათ საპარლამენტო მანდატების სარგებლობაზე, ან თუნდაც ის მდგომარეობა რომ შეენარჩუნებინათ, რაც მანამდე იყო, როდესაც თან იყვნენ შემოსული და თან არა, ამ შემთხვევაში ეს პარტია აუცილებლად იქნებოდა ამ სარჩელის შემადგენელი ნაწილი. კაი, თვალთხარიამ გადმოფინა თეთრი დროშა და მიეცა უფლება ერქვას პარტია. ოღონდ, თუ გინდა ერთად ვიფიქროთ როდემდე. მე მგონი იქამდე სანამ სამკუთხედი რუსი ერთ ორ სხვა ყოფილ პრემიერს არ მოილევს კიდე, ანუ ბოლომდე არ დაუთulis მოპარულს და არ ჩაატანინებს მოთხოვნილს მათაც და მათ გუნდებსაც. იქამდე სისტემაც გადატვირთულია, არც გამომძიებელი ამდენი, არც პროკურორი, აღარც ადგილია ციხეში. და რაც მთავარია, ახლა შენაერების ყურადღების გაფართო არ ღირს. ნაბიჯ მოგიგდებენ, სახელ დაგაგმოფინებენ. ნახე როგორ ვებძვით კორუფციას. გეგონება ის სისხლიანი და ქთამიანი 13 წელი შენიპარე მილიონები და არა მაგათ. გახარიას დრო აუცილებლად ადგება. გახარიას ამბავს აუცილებლად გაჭმევენ. ბორკილები ჩამოათრევენ გერმანიიდან თუ არა, მაგას ვნახავთ ერთად. მაგრამ ჟანრის კანონი ამტკიცებს, რომ აუცილებლად მიადგებიან. იმ დროისთვის უკვე ეყოლებათ გამოძერწილი კამფეტი ნაირ-ნაირი ფეკალიისგან. აგერ პარტიას არქმევენ ვიღაც მამალ რუსებს, ვისაც ახლა ჩაიყენებენ ევროკავშირსა და ნატოზე უარის თქმის ფორმალურ მიზეზად. აი, ამათ მოითხოვეს ჩვენ კი არაო. როგორც ოდესღაც ხალხის ზალა, რომელსაც თავის დროზე რუსული კანონის ფორმალური შემოტანა შეტენეს. აი, ამათ დაარქმევენ ოპოზიციას. ამათ გაუმზადებენ თითო პატარა ფრაქციას მომავალ პარლამენტებსა და საკრებულოებში. რა კი ამათ თავიანთი ადგილი ეცოდინებათ. პარლამენტის დარბაზში მარცხნივ. და როლს კარგად მოერგებიან. სამაგიეროდ, არც ხმების შოვნაში გამოუვათ ოფლი და არც ჩიმშილი არ გაწყვდებიან. დღევანდელი ოპოზიციისგან განსხვავებით. შენ კი დაჯექი და ითვალე როგორ გასწორდები უბნის მაღაზიის გამყიდველთან. რას მოიკლებ შემდეგ თვეში? სიგარეტს, ლუც? შვილის ტელეფონის ფულს არ გადაიხდი? ხო, მართლა ის ლელოც რომ გააუქმეს, მევახშეების პარტიაო რომ გეუნებოდე ამდენი წელი. მაგით ბანკის სესხი შეგიმცირდა? პროცენტი არ დაგიკლეს? და ძირსაც არაფერი დაეთყო კაცო? ხო და რა გიხარია? აი, შენ კონკრეტულად რა გიხარია? მაგ პარტიას ბორია ისედაც არ უშვებდა არც პარლამენტში, არც საკრებულოებში. მაშინაც კი როცა ნომერი ჰქონდა ჯერ კიდევ, მრგვალი ბეჭედი, საბანკო ანგარიში, ავიც მინუსებში თუ პლუსებში და ოფისი. მაგრამ ეს ყველაფერი რომ აღარ აქვთ, იმათვის მაინც არაფერი არ შეცვლილა. და შენთვის? და გითხრა როდი შეიცვლება? მართლა როდი შეიცვლება? როდის გაგიაფდება ბანკის სესხი? როდის დაიწყებ ნისიების ვალების გასტუმრებას? როდის გაავსებ მანქანის აწვავის ავს თუ ბალონს ისე რომ სახში არ გეჩხუბო? როდის ეთყვით მაკაცებს დღეს მეგპატიჟებთ მებო? როდის ჩაუსვამ შენ ცხოს კაბილებს? როდის შეგიმცირდება კომუნალური გადასახადი? როდის მოგემატება ხილფასი შენ და პენსია დედაშენს? აი გითხრა. როცა მიხვდები რომ გაჭამეს. როცა მაგ ძღის გემოს იგრძნობ. და როცა ეტყვი იმას, ვინც 13 წელია მარტო მაგის ჭამასა და ტერორში გაცხოვრებს. მორჩა. მე მეყო კი არა, შენ გეყო. ახლა ზოგი რუსეთში, ზოგიც ციხეში.
ეს იყო ვაშე გადაცემის სპეციალური გამოშვება. თენგის გოგოტიშვილთან. გვიყურეთ, მოგვიწონეთ და გამოგვიწერეთ ნებისმიერ პლატფორმაზე. YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. რაც დავიდით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავაუწყო. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню, очень гадаться.